გამარჯობა მეგობრებო, მე მიშო ვარ. ეს ჩვენი მესამე ვიდეოა. პირველ ვიდეოში ვყავდა BMW, მეორე ვიდეოშიც ვყავდა BMW და ამბობენ ღმერთი სამობითაო და მესამე ვიდეოშიც დღეს კონსტუმრად BMW F32 მე-4 სერია 430 2016 წლიანია ეს მოდელი, ეს არის M performance, M პაკეტია. განახლებული აქვს ძრავი, ვიზუალურად უყურებთ რესტაილინგს და არა რესტაილინგს შორის ხვობებს, პატარა ხვობები გვაქვს ფარებს შორის, LED ფარები გვაქვს წინ. ამ კონკრეტულ მანქანაზე გვიყენია aftermarket დისკები, ბრენდი სამწუხაროდ არ ვიცით რა ბრენდია, სავარაუდოდ რაღაც ტაივანის დისკებია, მაგრამ ნუ უცხოდ გამოიყურება ქართულ დისკებთან შედარებით. უკან გვხვდება აქაც კარბონის სპოილერი, რომელიც ლამაზად გამოიყურება. ჩემი აზრით ცოტათი პატარა სპოილერი უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ესეც კარგია. შეცვლილია მაყუჩები. უკან გვხვდება დიფუზორი. ფარები უკან არ არის სტაილინგის აყენია. ამ მანქანაში ბევრი არაფერი არაა საინტერესო ვიზუალურად სალაპარაკოთ, იმიტომ რომ ქალაქში უკვე მომრავლდა ეს მანქანები. მინდა B სერიის ძრავზე ვისაუბრო, რომელიც ამ მანქანაში დევს, არის განახლებული და განვიხილოთ რა სხვაობები არის N სერიებს შორის, B სერიებს შორის და რა აქვს უკეთესი. გადავინაცვლოთ კაპოტში. გაკრიალებული ძრავი გვაქვს, მოვლილი. B48 B20 ძრავი, რომელიც არის 2.0 კუბატურის, ერთი ტურბინა, რომელიც არის twin scroll. Twin scroll გვაძლევს რას დაბლებიდან, დაბალი აბაროტებიდან, დაბალი ბრუნებიდან გვაქვს მეტი სიმძლავრე. რა სხვაობებია N20 და B20 შორის მინდა აღვნიშნო, ცხენის ძალები დავიწყოთ. ცხენის ძალა N20 აქვს 240 და B20-ში გვხვდება 258. დაახლოებით 8 ცხენის ძალაა სხვაობა, ნიუტონ-მეტრი 350 აქვს ორივეს. ისეთი არაფერი, მაგრამ B20 აქვს შედარებით მეტი პერფორმანსის საშუალება, ბევრად მეტი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია B20 ძრავზე და საკმაოდ ნორმალური რესურსიც გააჩნია. თავის კუბატურიდან გამომდინარე და თავის ცხენებიდან გამომდინარე, ნორმალურად დადის, ნორმალური აჩქარება გვაქვს, აჩქარებასაც შევეხოთ დაახლოებით 5 და 8 წამი უწერია, რაც ჩემი აზრით ქართული მანქანისთვის 2.0 ძრავისთვის და ერთი ტურბინიანისთვის ნორმალური აჩქარებაა. გადავიდეთ სამოში, მინდა აღვნიშნო, რომ კაპოტი აყენია ამ მანქანაზე GTS-ის, ეს არ მოყვება იმ პერფორმანს, რო იცოდეთ. ბამპერი გვაქვს M პაკეტი და სხვა განსაკუთრებული არაფერი არ ხდება გარედან. სულ მინდოდა ამის გაკეთება. კომფორტია რაღაც მხრივ, შეიძლება რაღაც დატვირთული ქონდეს ხელები და რატომაც არა, კარგია. სავარგულში შევიხედოთ, ვნახოთ მოცულობა, რამხელა გვაქვს, ნორმალურია კუპესთვის. ჩაეტევა დაახლოებით 2-3 ჩემოდანი. გადავიდეთ სალონში. M performance-ის საჭე. მონიტორი გვაქვს შედარებით განსხვავებული რესტაილინგში, ამის ფუნქციებს გავივლით ცალკე თქვენთან ერთად. მინდა სავარძლებს შეხედოთ, საკმაოდ რავი ნორმალური სავარძლებია. ეს გვაქვს კარბონის შეფუთულია თუ ამოვლებულია, არ ვიცი, ნუ ეს ნამდვილ კარბონი არ არის. მინდა უკან ჩავახედოთ, ფართი ვანახოთ, რომ უკან ჩემი აზრით ადამიანს ვერ დასვათ, მაქსიმუმ არ ვიცი, ბავშვი ჩაჯდეს. მოძრაობაშიც გადავიღოთ. მანქანა არის 19-იან დისკებზე, დედალმამლები ეგრეთ წოდებული. მინდა გითხრათ, როგორ მოძრაობს და როგორი მანევრი აქვს 19-იან დისკებზე, უხეშია თუ რა არის, რბილს რო არ უნდა ველოდოთ. მაგდენი კი ვიცით, კუპე მანქანისგან. ეხლა სწორგზაზე მივედივართ, აქ არა აქვს სწორმასწორო და ჯერჯერობით შვერად უმკლავდება ყველაფერს. შუშები აწეული გვაქვს, აი ლუკი მინდა რომ დავუკეტო, რომ ხმის იზოლაცია რამდენად კარგია, მაინტერესებს.
ეხლა მოძრავთ, აქაც გვაქვს, აქაც გვხდება ეკოპრო რეჟიმი, სპორტი გვაქვს, სპორტ პლუსი გვაქვს. სადაც რა თქმა უნდა იცვლება მანქანა, ხმაც იცვლება, ცოტა დაკიდებაც იცვლება, ძრავიც უფრო მაღალ ბრუნებზე მუშაობს. აუღნიშნე რომ დეშბორდი გვხდება განსხვავებული რესტაილინგში და თქვენთან ერთად მინდა გავიარო ეს დეშბორდი. მინახი არ მაქვს ინფორმაცია და ერთად ვნახოთ რა სხვაობები გვხდება, საინტერესოა როცა რაღაცა განსხვავებულს ყიდულობთ, ну ან ახალს, ვთქვათ, ენოციდან ან რესტაილინგის მერე თუ ამას ყიდულობთ. ჩემი აზრით საინტერესო იქნება ისინი, რაც იმას არ აქვს. ესეთი ლამაზი დეშბორდია, რა მომწონს მე. განსხვავებულია. რა ხდება, აქ ნავიგაცია, მედია, რადიო, კონტაქტები, connect drive, notification-ი, აი აქ შევიდეთ, ხო და რა არის. აი driving mode-ის არჩევა აქედან შეგვიძლია სპორტი და ეკოპრო. აი სპორტში რო გადმოვიტანთ. აქ გამოვიდა მანქანა, გააწითლა. მაგრამ აქ არ შეუძლია, რაღაცა არ მევქენი არასწორად. ну აქედან შეგვიძლია ხილაკით. აი კომფორტი, სპორტი. ეს რა არის კიდე? სპორტ პლუსში. მოცურება ითიშება ალბათ ნაწილობრივ მთლიანად არტიშავს, მთლიანად მეგონი მაინც ამით უნდა გავთიშოთ. ხალხი ცოტა დავაჭიროთ. საკმაოდ ნორმალურად მიდის. რა თქმა უნდა, ამ ნორმალურ სიულს ვიძახი, რომ 4 ცილინდრიანი ძრავის 2-დან კუბატურისთვის დაახლოებით რა წარმოდგენაც უნდა გქონდეს, რომ აი 2-დან 2-ს ვყიდულობ 4 ცილინდრიანს. ნორმალურია რა. ტურბინის მათ შემოდის. საჭიზე გადამთელები გვაქვს. საკმაოდ კარგად რეაგირებს გადარჩენზე. აქაც ხდება ზევკოლოფი 800 ჩქარიანი. თუ გაქვთ წინა ვიდეოები ნანახით, ჩემ BMW-საც, მეორე სერიასაც და ამასაც ერთნაირი კოლოფები აქვს 800 ჩქარიანი ZF კოლოფი მეცხრე აქვს უკუსლა. გამომდგარი კოლოფებია. არ ფუჭდება იტანს. გაკეთებასაც სტეიჯსაც იტანს და ნუ ზეთი შეცვლა და მეტი არაფერი რა. აი მასე მოვულით ამ მანქანას, ამის კოლოფს უფრო სწორედ. აი ნახეთ როგორ რეაგირებს. საკმაოდ ნორმალური ხმა აქვს. კარგი. დღეისათვის სულ ეს იყო 430i-ის განხილვა. Mercedes-ის ფანებმა გული არ დაიწყვიტოთ. ახლო მომავალში გადავიღებთ ისეთ Mercedes, მე რაც დავგუგლე და რა ვიცი YouTube-ზე რაც ვნახე, ჯერ ქართულ YouTube-ზე არ დევს ეგ Mercedes.